რეგიონული ტელეკომპანია თრიალეთი ქართული ოცნების ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს და მათთვის ინკასოს დადების შესახებ იუწყება. არხის განცხადებით უკვე 13 დღეა ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური არ პასუხობენ არც წერილობით მიმართვებს და არც სატელეფონო ზარებს. ამ დროის განმავლობაში კი არხის განცხადებით ტელერადიო კომპანიის საქმიანობა სრულად პარალიზებულია და მაუწყებლობის გათიშვის რეალური საფრთხის წინაშე დგას. განცხადების თანახმად განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ინკასოს ყოველი ახალი დადება თრიალეთის ეთერში გასულ კრიტიკულ მასალებს ემთხვევა დროში. 2025 წლის 10 ივლისს მთავრობას ოფიციალურად მიუმართეთ საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით. ამ განცხადების განხილვისა და პასუხის გაცემის კანონით განსაზღვრება და ამოიწურა 2025 წლის 19 ნოემბერს, თუმცა დღემდე არც პასუხი და არც რაიმე ოფიციალური განმარტება არ მიგვიღია. ჩვენ მოვითხოვთ ინკასოს დაუყოვნებლივ მოხსნას. პროცესის გაგრძელებას კანონის ფარგლებში უზრუნველყოფას, რომ რეგიონულ მაუწყებელს არ შეუწყდეს საქმიანობა და მოსახლეობას არ მოესპოს ინფორმაციის მიღების უფლება. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ იმ მედია ორგანიზაციებს, ვისაც ჩვენთან ერთად დაადეს ინკასო, წერილობით მიმართვის შემდეგ შეზღუდვა მოეხსნათ. ხოლო თრიალეთის მიმართ გაგრძელდა სანქცია მიუხედავად კანონის ერთნაირი მოთხოვნებისა. სამწუხაროდ ქვეყანაში კვლავ მოქმედებს შერჩევითი სამართალი. მაშინ როცა ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია საშუალებები ათეულობით მილიონი ლარის დავალიანების მიუხედავად ინკასოსგან თავისუფლები არიან, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ კი 100-ჯერ ნაკლები დავალიანების გამო იგივე მექანიზმი გამოიყენება, როგორც დასჯისა და გაჩუმების იარაღი. მოუწოდებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დაუყოვნებლივ შეაჩეროს დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებული მრავალჯერადი უსამართლობა.